Კურიერცხრასაზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება ორ კვირაში მთავრობამ ახალ პარლამენტს 50-თვიანი სამოქმედო გეგმა უნდა წარუდგინოს დასაქმება სოფლის მეურნეობის აღორძინება, სიღარიბის დაძლევა, რეგიონების გაზიფიცირება და იაფის ესხის პროექტები. ეს საკითხები დღეს ლაგოდეხში მინისტრთა კაბინეტის გასვლის ცდომაზე იხილებოდა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას ის ვალდებულებებით შეახსენა, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნების წინ მოსახლეობის წინაშე აიღო. მინისტრთა კაბინეტი მთავრობის ხდომაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად დღეს ლაგოდეხში შეიკრიბა. მიხეილ სააკაშვილმა მინისტრებთან შეხვედრა 21 მაისის შეფასებით გახსნა. საქართველოს ჩაბარა ურთულესი გამოცდა დემოკრატიაში. და მე მინდა ასევე მოგილოცოთ ყველას თქვენ, იმიტომ რომ საქართველოს ამორჩეულმა ფენომენალურად მაგარი ხარდაჭერა აღმოჩინა არსებულ სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს. მე მინდა გითხრათ, რომ მაინდა-მაინც ნუ გავაზრიადებთ ის გამოგხდეს, ეს კარგი საქმეა გადაიწყებულია უკვე, ბევრი კარგი რამ გაკეთდა, მაგრამ ბევრად მეტად ეს ხარდაჭერა ეფუძნება იმას, რაც თავიდან პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ დავკიდეთ ჩვენს და რაც გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. მინისტრებს დღეს პრეზიდენტმა წინა საარჩევნო დაღებული ვალდებულებებით შეახსენა. მთავრობა უნდა მივიდეს სერიოზული პროგრამით. 50-თვიანი სერიოზული პროგრამით პარლამენტში, რომელიც იქნება გაწერილი კვირეებით, თვეებით, წლების მიხედვით.